სადაც ახალგაზრდა პოეტს, მთარგმნელს, გერმანისტსა და პედაგოგს ამირანს იგივე პაკო სვიმონიშვილს მისი მეგობრები და მოსწავლეები იხსენებენ. ვნახოთ მარიამ ლომთათიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. პირველ ტკივილად დაესაზღვრე ყველა მსგავსებას, როცა სამყარო გაიშალა თვალის ჩინიდან. ვერცხლის ზარებით შობის ღამე მაივსო მსგებსი, წითელი ღვინის, თაფლის, დაფნის და დარიჩინის ნელსურნელება აღვიძებდა სამოთხის ფუტკარს. ფერის სიწმინდეს დარაჯობდა სიკვდილზე ფიქრი. მსხვერპლად გაიღე სული ტკბილი და საკუთარი, სამუწმენდილი ცივ კალთაზე გადაიმქვრიე. აჩქარებული ნათლის ჭვირვალ სიღრმეებს ქმნიდა დრო, სერაფიმის 6 მძლავრი ფრთითაყვანილი და შენი კაბა, დაშვებული ჭდილმა ქმანიდან უცკრულისაკენ გადახრილი თეთრი ყვავილი. ამ ლექსის ავტორი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი, ამირან სვიმონიშვილი გახლავთ. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. ამ ორი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს ის ტკივილი და ემოცია, რომელიც მისმა ნაადრევმა გარდაცვალებამ გამოიწვია. მან არც თუ ისე ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მოახერხა წარუშლელი კვალი დაეტოვებია ახლობელთა და მეგობართა ხსოვნესა და მშობლიური ქალაქის ცხოვრებაში. პაკო იგივე ამირან სვიმონიშვილი 1974 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. წერა ადრეული ასაკიდან 4 წლიდან დაიწყო. ამავე პერიოდში ეზიარა პოეზიის სამყაროს და სიცოცხლის ბოლომდე ამ სამყაროს ნაწილად დარჩა. 6 კლასში ვიყავ, როდესაც გადამოყვანეს 6 სკოლაში და მაშინ გავიცანე პაკო და მომენტიდანვე დავმეგობრდი და შეგვიყვარდა ერთმანეთი და მაშინ პაკო ბოქსზე დავდივარო, მეუბნებოდა და წამოდი ერთად ვიაროთ ბოქსზეო და მაგარეაო და ასე შემდეგ. ნუ მე უკვე ხარ როცა შევდიოდით ასაკში და ზედა კლასებში უკვე წამოვიდა ეს სულიერი სიახლოვე და საერთო ინტერესები ჰქონდა და თავისი პიროვნება და თავისი სულიერებით ასხივებდა. მე არ ვიტყოდი ხა ეს რომ გადაჭარბება, იმიტომ რომ რაღაც საოცარი ფენომენალური გავლენა ჰქონდა, დადებითი გავლენა ადამიანებზე, საგნებსა და მოვლენებზე. ქრისტიანობის მთავარი არსი რაც არის ეს ერთობა, ეს სულიერი ერთობა, სადაც პაკო იყო, იქ ყველგან იყო სულიერი ერთობა და ეს მაღალი ქრისტიანული სული. პაკო მთელი მისი შეგნებული ცხოვრება პოეზიას, გერმანულ ენასა და მთარგმნელობით საქმიანობას მიუძღვნა. მეგობრები და კოლეგები მას ახასიათებენ როგორც სიცოცხლისა და სიყვარულის გამცემს, ნოვატორს, ამავდროულად მომთხოვნსა და პრინციპულ ადამიანს. მე და პაკო ერთად მუშაობდით მე-6 საავტორო სკოლაში 2 წელი. მანამ მაკავშირებდა პაკოსთან ძალიან დიდხნიანი სულიერი თუ გენეტიკური გარკვეულწილად ნათესაობა. ამ სკოლაში საერთოდ მუშაობა რომ დავიწყე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამირან სვიმონიშვილი, ეს არ მithქვამს ადრე, რატომ? პაკო იყო უაღრესად საინტერესო პიროვნება და ყოველთვის ახალი. ნუ პაკო იყო თანამოაზრე და პაკო იყო სხვანაირი ინტელიგენტი. არა ვთქვა ცალმხრივი გაგებით. ინტელიგენტიზმი არ ნიშნავს მხოლოდ აზროვნებას, ერუდიციას, განათლებას, წიგნიერებას. ქცევით ინტელიგენტი იყო. იყო ძალიან ქართველი, ძალიან ევროპელი. მისი პოეზია ცალკე შეფასებისა და განხილვისაგანია. პაკომ სიცოცხლეში 3 კრებული გამოსცა. პირველი 15 წლის ასაკში, ხოლო მესამე სახელწოდებით სამკვიდრო 2010 წელს. პოეზიასთან ერთად ცალკე აღსანიშნავია მისი თარგმანები, რომელიც თავმოყრილია კრებულში სახელწოდებით ნასესხების შუქი. ეს უკანასკნელი 2013 წელს გამოიცა და აერთიანებს მისი სიცოცხლის მანძილზე ნათარგმ მასალას გერმანული, უკრაინული, ბელორუსული, ლიტვური და თურქული ენებიდან. მე როგორც გერმანისტი მაინც აქცენტს გავაკეთებდი პაკოს გერმანულიდან თარგმანებზე და საინტერესო რა არის. აქ არის მოცემული მთელი სპექტრი გერმანელი პოეტებისა. პაკოს თარგმანებში იგრძნობა მშობლიურობა, ასე ვთქვათ. ანუ რის თქმა მინდა რომ როდესაც პაკოს თარგმანებს კითხულობს მკითხველი, არ აქვს გაუცხოება იმ სათარგმნია, ასე ვთქვათ, ენის მიმართ, ანუ ამ შემთხვევაში ქართული ენის მიმართ, რომელსაც ის კითხულობს. ანუ ის არ არის ხელოვნური. და მეორეც რაც მთავარია, პაკოს თარგმანების მეორე ასპექტი რა არის? გახლავთ ის, რომ აი სხვადასხვა ესთეტიკის და სხვადასხვა ეპოქის პოეტებს
თარგმნის ისე რომ იმ პოეტს შენარჩუნებული ქონდეს თავისი ასე ვთქვათ პოეტური ხმა, ანუ გოეთე შემოდის როგორც ასე ვთქვათ თავისი აი ეგრეთ წოდებული სიბრძნის მეტყველებითი პოეზიით და პაკო აი მისი ოსტატობა თანამდებობითი არის ის რომ გოეთეს პოეტურ მეტყველებას ინარჩუნებს. მისივე დაარსებულია ქალაქ თბილისში მე-6 საავტორო სკოლა, სადაც უშუალოდ ასწავლიდა გერმანულ ენას. პაკო სვიმონიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ყველასათვის. ისეთი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო პაკო და საერთოდ პაკოს წასვლის შემდეგ მთელ სკოლაში არ ვიცი როგორი განწყობა სუფევდა. ძალიან ძიმედ განვიცადეთ ეს ყველამ და ლექსით შევეცადე რომ გადმომეცა ჩემი ეს განწყობა. წახვედი, გაქრა შენთან ერთად ნაფეხურები და ბეღურები ვერ ტოვებენ თოვლში ნაკვალევს და კვლავლევს ეს დრო მოწმინებას, დრო უშენობის, მონოტონურად მოძრაობენ საფეხურები. წახვედი, წასვლამ წარსულ დროის კვალი წაშალა, თავშალი შალა, შაოსანმა შავი ფიქრების, აღარ იქნები, ამარ ყოფნას არა აქვს ძალა, შვაინე ხუნდე. წახვედი, სათითაოდ ქრება შენი ნაფეხურები, მხოლოდ მიწაზე, რათა ცალ-ცალკე ყველას გულში დაიდოს ბინა. ჩემს, ჩვენს, თქვენს გულში, ფარდასავით დაეშვა წვიმა და ნაფეხურით შენი სული სიღრმით აივსა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პაკო მასწავლებელი ჩვენთვის მოსწავლეებისთვის არ იყო მხოლოდ მასწავლებელი, ის ჩვენთვის პირველ რიგში უფროსი მეგობარი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის გვაძლევდა ძალიან ცხოვრებისეულ რჩევებს, გვასწავლიდა თუ როგორ უნდა გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა. პაკოზე ლაპარაკი ყოველთვის ესე ცოტა რთულია, იმიტომ რომ ყოველს სხვადასხვანაირად საუბრობს, მას სხვადასხვანაირად იხსენებს და ყოველს თავისი პაკო ყავს. როგორცაც ის იცნობდა, ნუ მოსწავლეებისთვის იყო პაკო, რომელიც ყოველთვის გვეხმარება, არის ხუმარა, მაგრამ არის ასევე მასწავლებელი, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაც იცის და ბევრი რაღაც უნდა ვისწავლოთ. არასდროს არ ყოფილა 7 ადამიანი რაღაცა სულ აფორიაქებოდა ისეთი იყო, თუმცა აი როდესაც რაც ეხებოდა გერმანულ ლიტერატურას, აი ამ ლექსის კითხვის დროს აი თითქოს უცებ შვიდდებოდა და მიდიოდა რაღაც საერთოდ სხვა სამყაროში, აი გადადიოდა იმ სამყაროში, რომელსაც ქვია პაკო. და რა ვიცი, ძალიან მიყვარდა და ეხლა ძალიან მიყვარს და გრძნობ რომ ჩვენთან არისო და არ დაუტოვებართ არანაირად და ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მენატრება. ჩემთვის ეს არის კაცი, რომელმაც ყველაზე ღირსეულად ვინც კი წოდნია, გაიარა საკუთარი უდაბნო. თავის მოსწავლეებს ასწავლა როგორ ეცხოვრათ და როგორ შეხვედროდნენ სიკვდილს. ამირან სვიმონიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2014 წლის თებერვალში 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. დატოვა არაჩვეულებრივი ოჯახი, მდიდარი მემკვიდრეობა, სკოლა, უამრავი ნაშრომი, ლექსები და მოგონებები.